ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი, დღეს ორშაბათია, 3 თებერვალი და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 9 წუთია თბილისის დროით. შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეულია მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, როგორც წარმართავს საკანონმდებლო ორგანო, ქვეყნის პოლიტიკას რა მიზნები, სირთულეებისა და წინააღმდეგობების დაძლევა უწევს მას. დღეს გაიხსნა საგაზაფხულო სესია პარლამენტის, ჩატარდა უმრავლესობის სხდომა, რომელიც მე მგონი ახლაც მიმდინარეობს და მალე დასრულდება. პროცესი პარლამენტში განახლებულია, თუმცა მანამდე თვალს ვადევნებთ იმ სერიოზულ ძვრებს და მოვლენებს, რაც ამერიკის შიდა თუ გარე პოლიტიკას უკავშირდება. ტრამპის ეფექტი დღევანდელ გლობალურ სამყაროში შეიძლება ითქვას აბსოლუტურია და მის პოლიტიკაში ესეთი მკვეთრი ზღვარი საშინაო და საგარეო პოლიტიკებს შორის აღარ არსებობს, იმიტომ რომ მთლიანად აისახება ყველა განცხადება მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს, დასავლური წესრიგი სერიოზული გამოწვევის წინაშეა შეიძლება ითქვას და ირყევა. ამ ყევას აძლიერებს ელონ მასკის ფიგურა, რომელიც უკვე, არ ვიცი, ღიად ილაშქრებს მთელი რიგი ინსტიტუციების წინააღმდეგ და ბოლო პერიოდში ყველაზე ესეთი მკაფიო ეს არის USAID-ის წინააღმდეგ მთელი კამპანია, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გამიზნულია მთლიანად აი ამ არამარტო პროგრამების, არამედ სააგენტოს დახურვაზეც. პარალელურად კი ევროპაში გრძელდება სხვა პროცესი, გრძელდება პროტესტები ევროპის დედაქალაქებში, არა ყველაში, მაგრამ მათ შორის თბილისშიც. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, ზაზა დობროჯგინიძე არის კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ეს არის კომპიუტერული ნეირომეცნიერებების შემსწავლელი, მოკლედ მეცნიერების მაგისტრი რა. მაგრამ ვკითხე ზაზას ეთერამდე, რას ნიშნავს ეს და ძალიან ისე რთულად გავიგე. ყველაზე მეტად ეს სფერო მოკლედ დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან და რა კი ესე თემას მივადექით, მაინც ჩვენი საგანი არის პოლიტიკაზე ლაპარაკი და მისი ანალიზი, ესე რაღაცნაირად შევარწყათ ერთმანეთს და დავიწყოთ ელონ მასკის ფიგურით. შენი აზრით, ეხლა დღეს ჩვენ რა პროცესს ვხედავთ ამერიკაში, მით უმეტეს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს, განსაკუთრებით თუ ამას შევხედათ მასკის პერსპექტივიდან, რა გავლენა აქვს მას ტრამპის ადმინისტრაციაზე, ამერიკულ პოლიტიკაში და იმ პროცესზე, რაც საზოგადოებაში ვითარდება. მოგესალმებით, მადლობა მოსვლისთვის. რა მოსაზრებაც მომისმენია რამდენიმე საინტერესო ავტორისგან, ეს არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები იყო კორპორატივისტებს და ოლიგარქებს შორის. დემოკრატები წარმოადგენენ კორპორატივისტების ინტერესებს და კორპორატივისტების სურვილი არ არის ამის არსებითაც ცვლილება. მათ მოსწონთ სტაბილურობა, არ აწყობს, რომ ამერიკამ თქვათ კანადას დაუწესოს ტარიფები, იმიტომ რომ ბიზნეს ინტერესები აქვს და მეორე ჯგუფი არის ოლიგარქები და ოლიგარქების ინტერესება, კორპორატივისტების ინტერესები გადაწყვეტა. ზოგადად ბოლო წლები, რასაც ვადევნებთ თვალს, ის არის, რომ არსებითად შერწყმა მოხდა დემოკრატების და რესპუბლიკელების ისტებლიშმენტის. ამ არჩევნებზე მაგალითად კამალა ჰარის ხარს უჭერდა დიკ ჩეინი, ლის ჩეინი, ჰოლივუდის სელებრიტები. არსებითად ეს რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტ ხარე იყო დემოკრატების ხარეს. და ანუ ილონ მასკი, რომ დაუბრუნდეთ ამ საწყის თემას, ანუ ილონ მასკი არის ამ ოლიგარქიული კლასის წარმომადგენელი და ნუ უკვე პირდაპირ ახლა მაგალითად სხვა ქვეყანაში რო ეს ხდებოდეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მოდის, რო ყავდეს ვინმე ილონ მასკის მაგვარი, რომელიც ასე ამ დონეზე ერევა პოლიტიკაში, არ არის არჩეული საერთოდ და ამ ხელა გავლენა აქვს. ხო, ყველა მთელი მსოფლიო ეტყოდა, რომ ეს ოლიგარქია მყარდება ინდოეთში, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქოს ეს ხდება, ინაუგურაციაზე 5 ყველაზე მდიდარი ადამიანი, ყველაზე კარგ ადგილებზე ის კონგრესმენების წინ. და მაგრამ თითქოს ეს ნორმალიზებულია და არავინ არ ამბობს, რომ იმდენად ეს არ ხდება, რომ ოლიგარქია. ხო, მაგრამ ეს ტერმინი გაჩნდა უკვე, მე რაღაც ცოტა ესეთ სასაცილოთაც მოვიწყე, ბროლიგარქები დაარქვეს ამათ, ხო, ბროლიგარქები. საძმო ერთგვარად და მაგრამ მე რო უყურებდი
აი ამ პროცესს, ხო, აი არჩევის შემდეგ. ანუ კლასიკურ ოლიგარქიას ვიღებთ. ეს ტერმინი ძველი ანტიკური ხანიდან შემდეგ უკვე რაღაცა რუსეთში დაიწყეს გამოყენება, მაგრამ იქაც ლაპარაკია მდიდარ ადამიანებს, რომელსაც შეუძლიათ ალბათ ზემოქმედება, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ პუტინი მართავს რუსეთს, ერთი ადამიანი მართავს იქ და ეს ოლიგარქები ისე ვთქვათ ინსტრუმენტია და 90-იანების მერე სწორედ ეს შეიცვალა იქ, ხო, რომ მან სახელმწიფო მოაქცია გავლენის ქვეშ. ჩინეთშიც ეგრეა, ხო, მაგრამ ჯეკ მა რო აიღო, ალიბაბას დამფუძნებელი, ერთი პერიოდ საერთოდ გააკრეს. ხო, იქ სახელმწიფო ბევრად ძლიერია. 90-იანებში ესე არ იყო, მაგრამ 90-იანებში მაინც ფასადურად წინ იყვნენ რაღაც პოლიტიკური კლასი. და ძველ საბერძნეთში ოლიგარქები იდეაში არა მხოლოდ დიდრების მცირეთა მმართველობას ნიშნავს პირდაპირ, გავაკეთოთ ეს ვთქვათ თარგმნა. მაგრამ მაშინაც ამ ქონებრივი ცენზით იყო ეს ხალხი. ეხლა ამას ჩვენ ვიღებთ კლასიკურ ოლიგარქიას, ანუ დიდარი ადამიანები, ანუ ყველაზე მდიდარი ადამიანების ძალიან ვიწრო ჯგუფი პირდაპირ მოდის მართვაში. ანუ პირდაპირ ისინი დგებიან წინა ხაზზე. ისინი ხდებიან ამავე დროს სელებრიტები, ზოგი მანამდეც იყო და ამას იყენებენ მას კომუნიკაციაში. ანუ ამაზე არ მიდის საკმარისად ლაპარაკი, რომ იცვლება ამერიკა, რომ ის აღარ იქნება, რომ ვთქვათ ასეთ პატარა დაშვებას უბრალოდ ამერიკული სისტემა და დემოკრატია აიღებს, ამაში აიტანს. ამას შეიძლება სერიოზულად შეცვალოს, იქ არ ვიცი რაღაც სხვა ტიპის ქვეყანა გაჩნდეს. მით უმეტეს თუ კი ამერიკის ტერიტორია გაიზარდა და მან რაღაც ტერიტორიები მიერთა სხვა ქვეყანას ვიღებთ. თუ ადევნებს ჩვენ თვალყურს ამაზე შეშფოთებები არის თუ უბრალოდ ჯერ დაკვირვების რეჟიმი მიმდინარეობს. პარადიგმა მთლიანად რო იცვლება, აშკარა, მაგრამ ჩვენთან რაღაცნაირად ნელა აღწევს ყველაფერი, აი თუნდაც რო ავიღოთ დანიაში რაც ხდება. კვლევა ჩატარდა და მოსახლეობის 46% ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მათი ქვეყნისთვის საფრთხე. დიდი საფრთხე, არსებითი საფრთხე. მას შემდეგ რაც გრენლანდიის მითვისება გადაწყვიტა ტრამპმა და უფრო მეტი ადამიანი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დანიისთვის საფრთხეა დანიაში, ვიდრე თქვათ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ამ სიაში უფრო ქვემოთ არის. რუსეთი უფრო მაღლა არის, მაგრამ მეორე საფრთხედ ამერიკა დაასახელეს და ეს იდეა რაც არსებობდა, რომ ჩვენთან რო არის, რომ დასავლეთი უნდა გავხდეთ, დასავლეთის ნაწილი უნდა გავხდეთ, დასავლეთის უკვე აღარ გაუგებარია რას ნიშნავს. რამის მომზე როცა ტრამპი კანადას უწესებს უფრო ვარეს ტარიფებს, ვიდრე ჩინეთს, დანიას, გრენლანდიას ართმევს, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია და არსებითად ეს America First მიდგომა ნიშნავს იმას, რომ კოლექტიურ დასავლეთზეც, როგორც ასეთზე ლაპარაკი რთული ხდება და რთული ხდება ტრადიციული ტრანსატლანტიკური პარტნიორობა რაც იყო, ირღვევა. იმიტომ რომ ეწინააღმდეგება ტრამპი ევროკავშირის ინტერესებს, გრენლანდია უწესებს კანადას ტარიფებს და არსებითად გადავდივართ ისეთ სოფლიო წესრიგში, სადაც არის აქტორი ერი სახელმწიფო. ამერიკა თავისი ეროვნული ინტერესებით და ტრამპსაც ევროკავშირშიც ურჩევნია მას ელაპარაკოს ინდივიდუალურ სახელმწიფოებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ტრამპის ფენომენი დიდწილად განაპირობა იმას, რომ უნდობლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. ტრამპი რო გამოდიოდა და აკრიტიკებდა ნატოს, აკრიტიკებდა ევროკავშირს და ასე შემდეგ, ეგ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ უნდობლობა ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ინსტიტუციების მიმართ დიდი და რაც დრო გავა, კიდე უფრო მოიკლებს ამ საერთაშორისო ინსტიტუციების გავლენა, ჩემი დაკვირვებით და ერის სახელმწიფო იქნება მთავარი აქტორი. ეს ეხლა მას შენ უყურებ ესე თორე არსებობს ამ წუთისთვის, სანამ სხვა მეტი მტკიცებულება გაჩნდება, ან ჩვენ ხელ ეხლა მაინც ჯერ განცხადებებს ვისმენთ და ძალიან რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს, მაგრამ მე რასაც უყურებ, აი თვალს ყურს ხო ადევნებ ჩვენთან როგორ მინდის დაპირისპირება. ეს დაპირისპირება და ეხლა თბილისის პროტესტია, ომია, მე ამას ხშირად ვიძახი ყველა ეთერში, ეხლა ჩვენთან საინფორმაციო ომია, რომელიც ქუჩებშია გადმოსული და ეს ომი მთელი თავისი სიმძაფრით, თავისი ზიზღით, სიძულვილით, ერთმანეთის გაუქმებით, შეურაცხყოფით, დაკენსელებით და ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რაც მხარეებს ხელი მიუწვდებათ. ეს არის დღეს, მაგრამ ეს ყველაფერს სხვასთან ერთად თავარს ამას ირეკლავს, იმიტომ რომ რითი დაიწყო პროტესტი? პროტესტი დაიწყო იმითი, რომ თითქოს ჩვენ, ანუ ესეთი როგორც ელმავალი მივდივართ ევროპაში, მე ეგ საერთოდ არ მომწონს მე ეს ტერმინი, ქვეყანა როგორ შეიძლება სადმე მიდიოდეს, ეს ხო არ არის რაღაცა
მომთაბარე ქარავანი, ეს არის ტერიტორია, რომელიც სადღაც არის სტატიკურად, შემოყავს მეზობლები, არის მათი გავლენა და ასე შემდეგ. მაგრამ აი ესე მეტაფორულად სადღაც თურმე მიდის საქართველო და შემდეგ აი ვიღაცამ ესეთი აი ხელის მუხრუჭი ამოწია, შემოატრიალა და აი ამას მოყვა ეს პროტესტი, ხო? მაგრამ ეს თავის თავში აი ამ ცივილურ დაპირისპირებას ისახავს. აი ეს ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ არა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა. იქიდან საიდან ჩანს კონტურები, რომ იქ სადღაც მეტროპოლიაში შეიცვალა უკვე წესები და იქიდან გამოთვლა არ არის რთული იმისი, თუ ხვალ და ზეგ რა მოხდება, წინ კიდე 4 წელი აქვს ტრამპს. მაინც დღეს ვგრძნობ მე, რომ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ იცი ეს რაღაცა ექსცესია, ეს რაღაცა ექსცენტრიულია, ნუ კარგი მასკი ცოტა გიჟია, ეს ტრამპიც არ აკლებს, მაგრამ იქ სამაგერად არსებობს დიდი ამერიკული ისტებლიშმენტი და ისინი ამას ალაგმავენ, მოტოკავენ და არ დაუშვებენ, რომ რაღაცა ზღვარს ეს ცვლილება გაცდეს. ამიტომ აი რო გამოვთვალოთ რა თქვა აი შენ რომელ ვერსიას ემხრობი როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მოვლენები და როგორ შეიძლება მე ეს აისახოს იმიტომ რომ თუ ამერიკა პირველ რიგში თითქოს ლამაზი ფრაზაა მაგრამ ეს გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკას ეს პოლიტიკა გულისხმობს სხვადასხვა ცენტრების აღიარებას ამერიკა პირველ რიგში ნიშნავს რომ ჩვენ ამერიკაზე კონცენტრირდებით და ამეთი აღიარებ რომ არსებობს მეორე რიგში სხვა ქვეყანაც და იმ სხვა ქვეყანას უნდა ელაპარაკო ისე რომ აღიარო რომ მას თავის ექსკლუზიური უფლებები აქვს და შენ უარს ამბობ სოფლიო პოლიციელობაზე და ჟანდარმობაზე რომ არსებობს რაღაც უნივერსალური წესრიგი რომელსაც შენ უზრუნველყოფ ანუ ეს ნიშნავს უარის თქმას ამაზე და ეს ნიშნავს აი ამ ცივილიზაციური გავლენის სფეროებიდან დატოვება სხვაგან და იყოს ეს მისი და ჩვენ შემდეგ როგორც რაღაც პარტნიორებმა ესე ვილაპარაკოთ. ანუ ეს მომავალი 4 წლის განმავლობაში აი ამ პოლიტიკის გააქტიურების შედეგად რა მსოფლიოს ვიღებთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრინციპში ამერიკას არ მოუგია ომი, ყველა ინტერვენცია რაც მოხდა, დასრულდა, ჩაფლავდა, ხო? ანუ ავღანეთშიც, ერაყშიც არსად ინტერვენციამ არაფერი კარგი არ მოიტანა და დღეს ტრამპი პრინციპში არის პრეზიდენტი, რომელიც არა ომის ქორი. ბაიდენი იყო ომის ქორი და ეს ისტებლიშმენტი ნეოკონსერვატიული ზუსტად მაგიტომაც ეს დიკ ჩეინი და სხვები უჭერდნენ კამალა ჰარის ხარს, იმიტომ რომ ტრამპი თulis რომ არ არის მომგებიანი ეს ომი და ფული იხარჯება უბრალოდ არა იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული ის არის თქო ჰუმანიტარი არამედ იმიტომ რომ უბრალოდ თulis როგორც ბიზნესმენი თulis რომ წამგებიანი არის ომი. ეს მიდგომა აქვს და ამან შეიძლება მოიტანოს ის რომ თუნდაც ანუ ტრამპის პირველ ადმინისტრაციასთან შედარებით სხვა პოლიტიკა იქნება კიდევ უფრო. ამას ვერ ხვდებიან, რომ აი რო ამბობენ, რომ ტრამპმა მოგცა ჯაველინები, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ადმინისტრაციის შედარება არ შეიძლება. პირველი ადმინისტრაციისას ტრამპმა დამაჯერებლად არ მოიგო და რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა დიდი გავლენა. ამ არჩევნებზე რესპუბლიკურ პარტიას არ მოუგია, მოიგო პიროვნულად ტრამპმა. და პირველ ადმინისტრაციაში ყავდა ისეთი ხალხი, როგორც მაიკ პომპეო, ჯონ ბოლტონი ისინი ვისაც დღეს დღევანდელი ადმინისტრაცია მოიაზრებს ომის ქორებად, რომელიც ითრევს ამერიკას სხვადასხვა ომებში. და ეს ადმინისტრაცია, ნუ მარკო რუბიოს თუნდაც თავიდანვე ცოტა ისეთი კლასიკური რესპუბლიკელი იყო, მაგრამ დღეს არის ტრამპისტულ პოზიციებზე და ეხა ბოლო ინტერვიუ რაც ჰქონდა, რაც ილაპარაკა იყო, რომ ამერიკა ანუ აღიარა პირდაპირ რომ სხვა ძალები არსებობს. ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა ეს მიდგომა, ისევ მოქმედებდა იმ პარადიგმაში, სადაც ამერიკა ერთადერთი დიდი ძალაა და როგორც მთელი დედამიწის ყველა წერტილში, რასაც ამერიკის თავდაცვის სამინისტრო full spectrum dominance სრული დომინირების პოლიტიკა გრძელდებოდა. და ახლა მივიღეთ უფრო რეალისტური მიდგომა, პირდაპირ თქვა მარკო რუბიომ, რომ არსებობს მეორე ძალა ჩინეთი და გარკვეულწილად მესამე ძალა რუსეთი. და ეს მულტიპოლარული წესრიგი რომ არსებობს, პირველად მოხდა სახელმწიფო პირის მხრიდან მაგის აღიარება, მანამდე ამბობდნენ რაღაც საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსები, რომ მულტიპოლარულ წესრიგში შევდივარ. მაგრამ ნუ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ეს ახალი იყო მაგის გაჟღერება და რაც არ შეიცვლება არის ალბათ ისრაელის ხარდაჭერა. ამერიკაში მხელა კონსენსუსია მაგაზე, რომ ისრაელის ხარდაჭერა გაგრძელდება, თუმცა ტრამპი სავარაუდოდ არ ჩაერთვება ომში ირანთან ისრაელის გამო.
მაგრამ მეორე მხრივ ისრაელსაც არ ჩართავს ესე თქვა თუ რამე ბერკეტი აქვს. ჩვენ ნახეთ ყველაზე პირველი ტრამპის ეფექტი, ჩვენ ნახეთ სწორედ ისრაელთან მიმართებაში, სადაც ინაუგურაციამდეც კი ძალიან ხისტად თქვა მან და ჰამასს მოუწოდა, რომ მოკლედ ძევლები გაათავისუფლეთ და ჩვენ ამ პროცესის დაწყება ვნახეთ პირდაპირ, ხო? ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც მის ინაუგურაციას ეს დემოკრატიულმა ისტაბლიშმენტმაც თავში დაუკრა, იმიტომ რომ ჩათვალისწინე ეს მათ დროს მოხდა. ხო და იცით რა ეს გასაგებია ეს როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური მდგენელები დაალაგდეს და ის ყოველთვის იძახის რომ აი როდესაც მე ვარ მართვაში მე ვასხივებ ის თქვა ისე ძალას და თავდაჯერებას რომ არც კი ფიქრობს არავინ რომ რაიმე ომი დაიწყოს ხო თუმცა ის წერტილოვანი ინტერვენციებზე უარს არ ამბობდა და ის ესე გარკვეულ ტერორისტებად შეერწყულ ადამიანებს ხოცავდნენ მის დროსაც ესე როგორც სპეცოპერაციებით თუმცა მინდა გადავიდეს სხვა განზომილებაზე რასაც ქვია პარალელურად აი პროცესის პარალელურად სოფლიოში მიდის საოცარი ისედაც ჩვენ ცხოვრობთ ციფრულ საინფორმაციო რევოლუციის ამ უკვე არ ვიცი მე-4 თუ მე-5 ინდუსტრიული რევოლუციის ფაზაში და ამ ტექნოლოგიებს ენიჭება გარდამტეხი მნიშვნელობა. ომებშიც კი ჩვენ ნახეთ როგორ არის გაზრდილი ტექნოლოგიის წილი და გავლენა. თუნდაც დრონები აღმოჩნდა რომ ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი საბრძოლო ველზე დაპირისპირების. ხელოვნური ინტელექტი, რომლის კომერციალიზაცია, გავლენა, მისი ფასი იცვლება და ჩვენ ვხედავთ აი ეხა ამ პერიოდში ოსკოში გარკვეული ეფექტი უკვე ამან მოიტანა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება ვერ ხვდება ეს რეალურად რა არის, ისევე როგორც ბიტკოინსაც ჩვენ ფასში ვხედავთ, მაგრამ და გავიგეთ რომ კრიპტოვალუტაა, მაგრამ ზუსტად ეს არ არის ჯერ ისე ინტეგრირებული ადამიანის ცხოვრების ნაწილი, რომ რაღაცნაირად ის სულიდეს ბევრ რამეს, ხო, გადაწყვეტილებებში. რა ის თითქოს რაღაცა ალტერნატიული ინდუსტრიებია პარალელურად არსებული იმ ტრადიციულის გვერდით, რითაც სამყაროში რაღაცა დაპირისპირებები თუ რაღაცა ომები მიმდინარეობს. აი ამ დროს ჩვენ ხედავთ რომ თქვა მოწოდებას რომ ჩინეთს მე დაუწესებ ტარიფებს, ჩვენ უცებ ხედავთ რაღაცა ჩინურ ტექნოლოგიას, ჩამოშალა ამერიკის საფონდო ბირჟა, უცებ შეიძლება შტაბ-შტილება დაგჭეს რომ ეს რაღაც საპასუხო დარტყმასავით თითქოს გამოვიდა ჩვენ მე ვნახეთ ჩვენ მეთი რაღაცა სწრაფი დრონი რომელიც თურმე ჩინეთმა გამოიგო რა ჩვენ ხედავთ აი ამ დაპირისპირებებს აი ეს ფაქტორი ტექნოლოგიური უპირატესობის ქონა და დომინაცია რამდენად ახდენს ზეგავლენას ამ პოლიტიკას იმიტომ რომ ტრადიციულად ეს არის სავაჭრო გზები და ესეთი ტრადიციული მიდგომები კოსმოსური რბოლა რაც იყო მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირის და ამერიკას შორის ეს ჩანაცვლა ხელოვნური ინტელექტის ბოლომდე ცივი ომის მაგვარი პროცესი ხდება, სადაც კონკურენცია ძირითადად ამერიკას და ჩინეთს შორის. ევროკავშირი მაგალითად ამ პროცესს სრულიად აცდენილია, ანუ ხელოვნური ინტელექტი აქვს ჩინეთს და აქვს ამერიკას. ბირთვული ენერგია იქნება ეს თუ კიდე სხვა, ანუ მთლიანობაში მეცნიერებაში და ტექნოლოგიებში დღეს არსებობს ორი მიზიდულობის ცენტრი, არის ჩინეთი და არის ამერიკა. თუ ნახავთ მაგალითად Nature-ის ჟურნალ Nature-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მაღალი ხარისხის სტატიების ინდექსი პირველ ადგილზე მონაცვლეობს ყოველ წელს აშშ და ჩინეთი ავტორების ეროვნების მიხედვით და ევროკავშირი არის გაცილებით ქვემოთ. ბირთვული ენერგიის თვალსაზრისით, გერმანიამ სრულად ერთი რეაქტორი აღარ დარჩა და ერთი ბირთვული ფიზიკის მკვლევარი ქვეყანაში. ელექტრომობილები, კვანტური კომპიუტერინგი, ეს ყველაფერი არსებობს ჩინეთში და არსებობს აშშ-ში და ამიტომ ეს ამერიკა აცნობიერებს იმას, რომ მისი თანასწორი კონკურენტი არის დღეს ჩინეთი. და ჩინეთის შეკავება უნდა იყოს მისი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის ამას ღიად ამბობდა წინასაარჩევნო კამპანიაში JD Vance და ეს იყო კამპანიის ნაწილი, რომ strategic pivot, სტრატეგიული გადანაცვლება ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის შესაკავებლად. ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი ამერიკის და რბილი ძალის ნაწილია ეს ხელოვნური ინტელექტის დომინაცია, როგორც სპუტნიკის გაშვება საბჭოთა კავშირის მიერ იყო პანიკის საფუძველი გახდა დასავლეთში, რომ საბჭოთა კავშირი ტექნოლოგიურად გვისწრებს. ზუსტად ეგ იყო DeepSeek-ის გამოჩენა, რომელმაც არსებითად ის იყო, რომ
რაღაცეებში იყო თანასწორი ChatGPT-ის ბოლო მოდელის და რაღაცეებში ჯობნი და უკეთესიც იყო, მაგრამ პანიკა რამაც გამოიწვია ეს იყო, რომ 7 მილიონი დაჯდა ამ მოდელის დასწავლა. რაშიც OpenAI-მ დახარჯა რამდენიმე მილიარდი. მეგონა ასეული. ხო. ანუ ძალიან დიდი განსხვავება იყო იმაში თუ რა დაჯდა და თან უფასო იყო. უფასო მოდელი იყო, როცა იგივე თანასწორი მოდელი OpenAI-ის კოდის ცდომა ღია. და ხო, open source არის, კოდის ცდომა ღია არის და ეს იყო მთავარი რის გამოც ეს პანიკა გამოიწვია და ანუ ეს კონკურენცია იქნება, ამერიკა რაღაცით უპასუხებს, რაღაც ინოვაციას შექმნის ახალს. ესა რეალურად ბოლა იმისთვის, რომ ვინ შექმნის პირველად, რასაც ეძახიან AGI, Artificial General Intelligence, ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი. ანუ იცი რომ ჩაგეჭრა, ნახე ჩვენ რას ვხედავთ, თუ ლაპარაკობთ ჩინეთზე, ეს არის სახელმწიფო, სადაც და როცა ნებისმიერ ტექნოლოგიაზე ვლაპარაკობთ, კერძოზეც კი აი წეგან Alibaba ვახსენე, მთლიანად არის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცეული. ჩვენ ხედავთ რომ აი თვითონ TikTok-ის კონტროლზეც კი რამხელა ომია, იმიტომ რომ ნუ ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ეს კონკრეტული აპლიკაცია ინფორმაციას თუ აგროვებს, აუცილებლად ჩინეთის ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი. ანუ იქ ჩვენ ვიღებთ ეგრეთ კომუნისტურ მართლობას. და ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ ახლა უკვე ამერიკას, სადაც ვინც არის აი მის მამოძრავებელი ამ ტექნოლოგიური გარღვევის და რევოლუციის ის ადამიანები, ვის სახელთანაც ეს ასოცირდება, ისინი უკვე ერწყმიან სახელმწიფოს, ისინი თვითონ ხდებიან მართველები, ხო? ანუ ერთგვარ ეს ამ ტიპის ეფექტურობას ჩვენ, როცა შენ აღარ გიწევს იქ რაღაცა გახსოვს ხო ცუკერბერგის მოსვენები სენატში. და ის ვერ აგებინებ და რაზე იყო ლაპარაკი სენატორები, რომელიც უბრალოდ როგორც დინოზავრები გამოიყურებოდნენ, ხო? და ნუ აი და მისთვისაც ეს რამდენი ბარიერი იყო და შემდეგ როგორ უწევდა ანგარიშის გაწევა, მთელი რიგი რეგულაციებისთვის. და ეხლა ეს ფაქტია, რომ ეს მოიხსნება ეს რაღაც წინააღმდეგობა და იქ ამისთვის ძალიან ეფექტური გახდება. მაგრამ მე ერთი კითხვა მაქვს რა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აი ამერიკაში ამ ოლიგარქების შესვლა ძალაუფლებაში, ესე ეფექტურობის თვალსაზრისით, თქვა ჩინეთს ამ მხრივ დაეწიოს. აი ბაზრების კუთხით ისინი ძალიან არიან ერთმანეთთან დამოკიდებული. ანუ ძალიან დიდია ის წარმოება, თუ ამერიკაში რაღაც ცოდნა იქნება, ეს რომ გააკეთო, ამას ეს მიგაკ ჩინეთში ამის აწყობა რა. და აი ეს ერთგვარად მოჩვენებიც ხო არ ხდის ამ კონკურენციას. იქნება ლაპარაკია მაინც რაღაც თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩინეთი ძიმედ არის დამოკიდებული საგარეო ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე სხვაგანაც, იმიტომ რომ ის რასაც აკეთებს, თუ არ გაყიდა არსად რას იზავს და მეორეს მხრივ ამერიკას დამოკიდებულია მანუფაქტურაზე, რომელიც ქვეყნის გარეთ არის. შენ როგორ ხედავ ამ ხრით? ჩვენ რო კლასიკურად ცივი ომის ანატომია მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ მაინც ეს სამყარო გაყოფილი უნდა იყოს. შეიძლება შეხების წერტილები გააქვთ, მაგრამ ისინი რაღაც თვითყოფადები არიან და არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული. კი და მიზანიც ტრამპის ეგ არის, მაგალითად ტაივანი თუნდაც ტარიფები ტაივანსაც დაუწესა, იმისთვის რომ ტრამპის მიზანია წარმოება ისევ გადმოიტანოს ამერიკაში. და ხო მე არ გქონია რომ ეს და რამდენად შეიძლება ეგ მასკის მიზანიც იგივე იყოს. ალბათ არის კიდეც და ანუ ხო მთლიანობაში ეს ამერიკა first პოლიტიკა ნიშნავს იმასაც რომ წარმოება ამერიკაში უნდა დაბრუნდეს და შემცირდეს ეს დამოკიდებულება იმაზე რომ ანუ შეგეძლოს ტაივანის გარეშე შენით ნახევარგამტარი საკმარისი აწარმოა. რაც ბაიდენმაც დაიწყო, მაგრამ ტრამპი კიდე სხვანაირად აკეთებს ამას და ანუ ხო მიზანი არის ეგ რომ მოხდეს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამ დონეზე დეგლობალიზაცია უკვე. ხო, აი მე მაგას მდგომარეობაში, რომ ხო მთლიანად ყველაფრის გადადა, იმიტომ რომ საბჭოში მაინც ურთიერთდაკავშირებულია იმდენად რომ რთულია. რომ ესე გაყოფა მოხდეს, როცა წარმოება უკვე გადადა. თანასწორად დრო ხო ჭირდება ამას. მე მახსოვს ის ძალიან ცნობილი კომენტარია Apple-ის CEO-ს Tim Cook-ის, რომელიც იძახის, რომ კი ამერიკაში შეიძლება რაღაც გააკეთო, მაგრამ ოდესაც შენ ესეთ მუდმივად დიდი რაოდენობის შეკვეთებზე ლაპარაკობ და რაღაც ინოვაცია გინდა. ანუ ერთ ძალიან პატარა სივრცეში თავმოყრილი კვალიფიციური მუშახელი რაღაცა ეს ხარისხი და სისწრაფეს ხოლო ჩინეთში შეიძლება ეს ნახო რაღაც სივრცეში აი ამ ხელა კვალიფიკაცია რა თორე უკვე დიდი ხანი არის აღარ არის ლაპარაკი იმაზე რომ იქ იაფი მუშახელია არა უბრალოდ აქ ეფექტურობაზეა ხო ლაპარაკი და შესაბამისად თუ კი საგარეო შეკვეთებით ჩინეთმა რაღაცა ისწავლა და გამდედა მე უბრალოდ დაიწყო თავისთვისაც ამის გამოყენება ხო ეს ბუნებრივია
სხვადასხვა საბჭოთა კავშირის მათ ინდუსტრიალიზაცია სულ დასავლური ტექნოლოგიებით გააკეთა თავის დროს 30-იან წლებში, ხო? იცი რა არის, ეს არის რაღაცა გლობალური დაპირისპირება, რომლის კონტურებიც აქ გამოიკვეთება, მაგრამ ჩვენ რო დავავიწროვოთ ახლა ჩვენი ფოკუსი და რაღაც აი ბებერ ევროპას დაუბრუნდეთ, სადაც ერთ-ერთი დამახასიათებელი არის ერთგვარი ნაციონალიზმის დაბრუნება, მით უმეტეს რომ აი ამ მიმართულებას ტრამპი არა, მაგრამ ნაკლებად, მაგრამ მას კი ამაზე ძალიან მუშაობს, ან ჩარევას ევროპულ პოლიტიკაში, რომ ის ამ გრენლანდიის კუთხით აქტიურია, გერმანიაში ეგრე ყველაზე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს და კიდე ხვალდაძე კაცმაერთის რას წიზამს. მე რაღაც ეგეთი ის დამჭერს დაბეჭდილება, რომ ხომ არ არის სურვილი ერთგვარად ის რაღაცა ბრიუსელის დომინაცია ერთგვარად დაიშალოს, მაგრამ მე რაღაცა ახლებურად აეწყოს ისევ რა, რაღაცა მემარჯვენე ძალების გაძლიერებით. რა შეიძლება ამ ხრივ სიტყვაზე გამოვიდეს ევროპისგან და ბოლოს მე ჩვენ რომელი ევროპაზე გვექნება სწორება. რასაც ხედავთ ის არის რომ ევროკავშირში ხდება ნაციონალიზმის აღზევება. უნგრეთი მარტო აღარ არის, ეგეთი ქვეყანა, სლოვაკეთი არის და უკვე ავსტრიაშიც ყავს მემარჯვენე ნაციონალისტური მთავრობა. ბელგიაშიც ახლა კაი 6-თვიანი მოლაპარაკებები იყო კოალიციის და კოალიციამ პრემიერ-მინისტრად დაირჩია ნაციონალისტი ლიდერი. იტალიაც დააშორს არ არის. იტალია ხო ნაციონალისტურია უკვე და ნუ გერმანიაში თუ ვერ მოიგებს AfD, ყოველ შემთხვევაში მეორე ადგილზე გადის. დანამდვილებით რაც ვიცით კვლევებით, მინიმუმ მეორე ადგილზე გადის და ხო ნაციონალიზმის და მობრუნება ხდება და არსებითად ევროკავშირის იდეა არის ჩემი აზრით კრიზისში. ეს კრიზისი დააჩქარა იმან, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ენერგიის დეფიციტი და რა ფისკალური ზომებიც მიიღეს ამ ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად, ამან კიდევ უფრო გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი და რა ანგარიშებიც აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს არის ის, რომ ლამისა მეორე ევროზონის კრიზისი შეიძლება განმეორდეს, იმიტომ რომ ვალის რაოდენობა საფრანგეთში, გერმანიაში რეცესია ორივეგან, ბელგიაშიც ენერგოკრიზისმა გააძლიერა ეკონომიკური კრიზისი, ამას კიდევ აძლიერებს შემდეგ პოლიტიკური კრიზისი და ამიტომ არის რომ მაგალითად AfD-ს რეიტინგი ახალი პარტია სარა ვაგენკნეხტის ალიანსი გერმანიაში რაცაა, ერთი ულტრამემარჯვენეა, მეორე კომუნისტური ულტრამემარცხენე არის, მაგრამ ორივე რეიტინგი გაიზარდა აღმოსავლეთ გერმანიის ხარჯზე, სადაც ამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ შექმნა ეკონომიკური პრობლემები მოსახლეობაში. და მივიღეთ მოსახლეობის ის ნაწილი გერმანიაში, რომელიც არის ანტი-ნატო და ანტი-ამერიკა. ეს ელექტორატი გაიზარდა და აძლევენ ან AfD-ს ხმას, ან სარა ვაგენკნეხტს, ვინც იძახის, რომ მოუხსნით სანქციებს რუსეთს თუ გავიმარჯვეთ. უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია ეტაპობრივად ცვლილება ხდება იდეოლოგიის და თან ეს ანუ ჩვენთან როგორი დისკურსია ხო, რომ ევროკავშირში რო შევართ, ამით რუსეთის გავლენას ჩამოვშორდებით და რაღაც სხვა იმაში აღმოჩნდებით. ამ დროს ავსტრიის თავრობა არის უკვე პრორუსული, ასე ვთქვათ რა. არაფრით არ ნიშნავს ეს ევროკავშირში გაწევრიანება, იმიტომ რომ ამ ომმა აღმოსავლეთ ნაწილში მაინც გაზარდა ეს რუსული გავლენები. არა მარტო ადგილობრივ პარლამენტებში, არამედ ევროპარლამენტშიც კი აი ორბანმა შექმნა უკვე თავისი რაღაცა კონსერვატიული ფრაქცია და ეს შეიძლება ეს ძალა ამ ძალამ გაიმარჯვოს. ორი მთავარი ქვეყანა ხო ევროკავშირში, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთი გავიდა კავშირის შემაკოწიწებელი არის ორი მთავარი ქვეყანა, საფრანგეთი და გერმანია. შიდა პოლიტიკის ცვლილება აისახება ბუნებრივია მათ პოზიციაზე, ხო, ვინ არის კანცლერი, ან იქ ვინ არის პრეზიდენტი. მაკრონი ჯერჯერობით პრეზიდენტია, მაგრამ მთავრობის კუთხით უკვე პრობლემა აქვს, ხო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კომპლექტაცია. ამიტომ ეს სწრაფად იცვლება. აი ამ ფონზე, როდესაც თუ კი ადამიანი ელემენტარულად იცნობა ამ ვითარებას ხედავს, თქვა ცვლილებები რა ხდება და საით მიდის. ჩვენთან რატომ ცხოვრობთ, აი როგორ თქვა, რა პერიოდის, ესე ვთქვათ, პარადიგმით. მართლა ნაციონალური მოძრაობის დროს
წაგებული ომის შემდეგ, რომელიც გამოცხადა მოგებულ ომად, ჩამოყალიბებული პარადიგმით, ანუ იმ message box-ით, რაც მაშინ შემუშავდა, რაც დაერქვა სახელები, იმიტომ რომ თუ კი ვინმესთან და უკვე ეს დიალოგი შეუძლებელია, მაგრამ თუ ვინმე იქით მხარესთან ყოფთან რაღაც დიალოგში შეხვალ, იქ შენ გესმის ეს მესიჯები, რომ არა, აი საქართველოს მაშინ გადარჩა, აი ევროპელი ლიდერები ჩამოვიდნენ და ისინი და აქ რო დადგნენ, ამიტომ საქართველოს არ დაიპყრეს, ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ეს ომი ჩვენ მოვიგეთ მაშინ. რომ აი იქ ჩვენ არაღიარების პოლიტიკას მარტო ისინი არიან, რომელიც ყოველწლიურად იძახიან, რომ ხო აფხაზეთი არის საქართველოს და სამხრეთ ოსეთიც. ანუ ეს არის ჩვენი გარანტი იძახიან. აი ამ პირობებში ისევ დარჩენილი ვართ აი ამ რაღაც message box-ში და ეს საჯარო სფერო გაჟღენთილია ამით. აი როგორ ფიქრობ, ეს შეიძლება რომ ვთქვათ რა უნდა მოხდეს განა ისეთი რომ ჩვენ სადღაც უნდა აისახოს და ქართული ელექტორატის რაღაც იმ ნაწილში შევიდეს რომ შენ ხარ ცალკე ქვეყანა, რომელსაც რომ მოიპოვე ეს დამოუკიდებლობა თავის დროზე და როცა გამოცხადა, ხო, 1991 წელს. შენ გჭირდება შენი პოლიტიკა, რომ შენ თავს ეკუთვნი და უნდა გადადგა რაღაცა ტიპის ნაბიჯები, დაიცვა თავი, დააზღო თავი, რომ ის რაც არის პირველ რიგში, აი საქართველოს უპირველეს ყოვლისა, America First რო ქართულად გადმოვიტანოთ, შენ უნდა მიხედო პირველ რიგში და რაღაც ნაბიჯები გადადგა, ალიანსები, რომელიც აქ რეალურად დაგიცავს და შეაფასო ის საფრთხეები, რაც არის. ანუ როგორ ფიქრობ, სად ხდება, სად არის აცდენა? ანუ რას ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლების დღეს, როგორ თქვა, რაღაცა ცოტა ის NGO ატრიბუტიკით გაფორმებული პროტესტით, ესე გზნებით და მართლა გულწრფელად გამოდიან. ამაში მე ვხედავ ხელისუფლების დიდ წვლილს, რომ ანუ 12 წელი ისევ რო ეგრე უნდებოდნენ ხალხს და ეგრე რო გაიზარდა რაღაც ნაწილი ახალგაზრდების, რომ თავარი მიზანი სახელმწიფოსი არის გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ნატოში და ეს რო კონსტიტუციაში შეიტანა, ოცნებამ შეიტანა, ხო? ანუ ჯერ შეიძლება კონსტიტუციაში ორგანიზაციის წევრობა იყოს ქვეყნის მიზანი. და ნუ ეგ დისკურსი რო იყო ოცნების პერიოდშიც რო ეგ დისკურსი რო იყო თავარი არის ევროკავშირი და ნატო მერე რო უცებ იცვლება რაც გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე რო დგები იმ სიტუაციაში რომ ნატოში აღარ ფართოვდება და არავინ არ მიგიღებს ასე წელი ამერიკის პარტნიორობა რა გარანტია რომ რუსეთი თავს არ დაგესმება რაც აჩვენა ყველა პარტნიორმა ამერიკის იაპონიის ჩათვლით დაინახა რომ ამერიკის პარტნიორი რო ხარ არ არის გარანტია არაფრის ეს რომ მოხდება და უცებ რო შესაძლებელია რაღაცეები რა უსაფრთხოების პოლიტიკაში და ამის ეს სწრაფად რო ხდება ხალხი ვერაცნობიერებს და ის ახალგაზრდა რომელსაც 12 წელი ეუბნებოდა რომ თავარია ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება იდენტობის გარეშე კი და არის ვერე რადიკალიზებული და შესაძლოა იდეისთვის მოკვდეს ხო და შესაბამისად მივედით ამ სიტუაციამდე სადაც ეგ ახმა ხალხში რო აი რაღაცა გვიღებდნენ სადღაც და ეხა ვიღაცა გვართმევს ამ ევროპულ მომავალს. ხო და ნუ რა თქმა უნდა ეს გაფორმებული არის მთელი რიგი წიაღსულებით ისტორიული და რომ თითქოს რაღაცა თითქოს ეს არჩევანი იყო, სადღაც უნდა ყოფილიყავით მე სხვაგან აღმოჩდით, აქ თითქოს ესე არ გვინდოდა და ნუ ეხა იმ რეალურ ისტორიულ დეტალებში არ შევალთ. რა თქმა უნდა ძალიან ვიწრო სპეციფიური ცოდნა ისტორიის რა მოხდა თქვა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ალტერნატივა იყო ან შეიძლება თუ რა დრამის ხონერად მომხდარიყო. მაგრამ აქ ლაპარაკი ხა მე მინდა რაზე გადმოვიტანო. ეს ესე რატომ ხდება ეს გასაგებია? მართლა გულწრფელად რომ კი ბატონო იქ თავის დროზე შემუშავებული პოლიტიკა ამ 12 წლის განმავლობაში თუ ესე გაგრძელდა, ბუნებრივია რომ უკვე რა ვიცი ჩვენ რაღაცა გარკვეულ დისკურსში ცხოვრების 20 წელი ვიგროვდებოდა ეს 20 წელი კაი დიდი პერიოდია, ხო? და ესე მალე ამას რაღაცა ვერ შეცვლი. და მით უმეტეს მანამდეც არ ქონდა ეს ჩამოყალიბებული, რომ იცი რა არის, შენ მიჩვეული არ ხარო, პირველ რიგში შენ გაქვს ეროვნული ინტერესი და შემდეგ უკვე ლავიდებ. ანუ შვეიცარიას მაგალითად ამის ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს. და მათ თავი გაართვეს ძალიან ბევრი კრიზისი, მათ შორის ფაშისტური გერმანიისგან მომავალ საფრთხეს, ხო? რომ თქვა იციან რომ ის თავისი ქვეყანაა და შემდეგ როცა იცვლება ძალიან მოქნილები არიან თავისი პოლიტიკის კუთხით, ოღონდ თავარია შეინარჩუნონ შვეიცარიაში მშვიდობა და თავისი ქვეყანა. და
ჩვენთან ეს კულტურა არ არსებობს რა ჯერჯერობით არ არის გამომუშავებული რომ რა არის ეს საქართველო რანაირია საქართველო განისაზღვრებოდა აი ხშირად არის ხა უკრაინაში ლაპარაკი რომ რა უკრაინისგან თქვენ აკეთებდით ანტირუსეთს ან რაღაც უკრაინული იდენტობა კი არა გაქვთ უკრაინელი იმდენად ხარ ამდენადაც არარუსი ხარ ანუ ჩვენ ბოლო წლებში მე პირადად მართლაც ყოველთვის არ მომწონდა ეს არის რომ ანუ რუსეთთან მიმართება ანუ ქართველი არის ის იმდენად ქართველი ხარ, რამდენადაც იძახია არა რუსეთს და გმობ და მტრადაც ხადებ რუსეთს. ანუ როგორ შეიძლება, ანუ სანამ რუსეთი უაფშე გაჩნდებოდა, არსებობდა საქართველო. ანუ როგორ შეიძლება არ კონდეს რაღაცა ქართული იდენტობა, რომელიც შენ გიბიძგებს, რომ პირველ რიგში ეს არის და დანარჩენი ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ნებისმიერი ტიპის ორიენტაცია. დრო იყო რუსეთი იყო ევროპა. ანუ ჩვენთვის რა ანუ რუსული ორიენტაცია ეს ნიშნავდა ევროპის ორიენტაციას და ყველაფერი იცვლება. ეს რუსეთი დღეს ესეთია, ხვალ სხვანაირი იქნება და კიდე სხვა ქვეყნები. საერთოდ. თურქეთი ნატოს წევრი იყო ეგ 90-იან წლებში და რაღაცა ევროკავშირში მიღებაზე მიილტვოდა და დღეს ერდოღანის ხელში სხვა ტიპი ფორმალურად კიდე არ ჩაიმის წევრი, მაგრამ მივიღეთ სხვა ტიპის ქვეყანა. ანუ ეს ყველაფერი იცვლება და შენ უნდა შეგეძლოს რაღაცა რომ მოიპოვეს და მოკიდე ამის გაფრთხილება. და აღმოჩნდა რომ ჩვენი ერთადერთი იდენტობა არის რომ აი ჩვენ ახლა ევროკავშირში და ნატოში შევალთ რაღაცა ხოლგას გადავიხუროთ და დაამთავრდა ვართ აი როგორც გითხრა რა რაღაცა სამშვიდობოს გასულები და მორჩა მე დანარჩენს ყველაფერს სხვა ისინი მიიღებენ ევროპარლამენტში კანონებს ყველაფერი კარგად იქნება და უცებ ეს სამყარო დაინგრა ანუ კითხვა რაში მდგომარეობს ნახე დღეს რო ეს ესია მესმის მაგრამ ამას გაცნობიერებას პროცესი ხო ჭირდება ეს გინდა არ გინდა ეს დაიწყება იქ პროცესი დაწყებულია ხო მორჩა იმ მეტროპოლიაში დაეცა რომი და აი აქ როგორ ხედავ შე რა დრო შეიძლება დაჭირდეს ანა პროცესების დაწყება შეიძლება გახდეს საჭირო იმისათვის ადამიანებმა გააცნობენ რომ არა იცი რა არის ხო კი გვინდოდა ანუ ხო შეიძლება ჩვენ გავმიჯნოთ რა გვინდა სურვილი და რა შეგვიძლია აი როგორ ფიქრობ შესაძლებელი აქ დაიწყოს თუ არა იმიტომ ჩვენ მეორე გამოცდილება გვაქვს ეს არის რეალობის ჯიუტად არ მიღება და მე სექტად გარდაქმნა. მან პოლიტიკურ სექტას გულისხმობ. ეხლა ეს 30 წელია არსებობენ ეგეთი ჯგუფებიც. ანუ როგორ ფიქრობ, რა რის პერსპექტივა უფრო გვეყოფა იმდენი განათლება ესეთ დღეს პროევროპულ ჯგუფებს რომ მიხვდნენ რომ სხვა სამყაროში ვართ. ნუ რაღაც ეტაპზე ეს იქნება გარდაუვალი, მაგრამ საკმარისი არ არის ხალხისთვის რომ ტრამპი რო ამბობს რომ ნატოში აღარ მივიღებთ უკრაინას ან მასკი რო ამას აკეთებს რასაც აკეთებს საჭირო ალბათ უფრო რაღაცა ფაქტის წინაშე დადგომა რომ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები ამ უკრაინაზე გაიყინება კონფლიქტი სამშვიდობო შეთანხმება იქნება თუ არა რა ტერიტორიას წაიღებს პუტინი რამდენად ასე ვთქვათ მოგებული დარჩა ომის საკითხი რომ გადაწყდება და 2025 წელს ომი თუ როგორც დასრულდება, მაგ რეალობასთან შეჯახება მგონია რომ უფრო იქნება გამომაფხიზლებელი უფრო მეტისთვის, ვიდრე უბრალოდ სიტყვების დონეზე, იმიტომ რომ მაინც კიდევ ბოლომდე არ ჯერა ამ ხალხს რომ რაღაც სამყარო დამთავრდა, ხო? და უკრაინაში ანუ 2 წელი ხალხს ეუბნებოდნენ რომ აი რუსეთი დაიშლება, უკრაინა გაიმარჯვებს, ზელენსკი ყირიმში იქნება, ანუ რამხელა მედია რესურსი იყო ამას ჩადებული, რომ ანუ კაი პირველი რამდენიმე თვე ომის, როცა ანუ დასავლეთი დამაჯერებლად ამბობდა, რომ სანქციებს დაუწესებთ, SWIFT-დან გავაგდებთ და ჩამოიშლება რუსეთის ეკონომიკა და ანუ რაღაც მოლოდინები თავიდან ხო, მაგრამ ნუ უკვე რამდენიმე თვის მერე რომ პროცესი დიდი ხანია ეტყობა, რომ უკრაინა არაფრით არ დარჩება მოგებული იმით რაც მოხდა და არსებითად ეგ ნარატივი რაც ჰქონდათ უკრაინაზე ჩამოიშალა და ახლა საერთოდ უკრაინის ხსენება აღარა ოპოზიციურ მედიაში ანუ რა ხდებოდა ხო ასოს ყველას უკრაინის ისეღენა ფრეიმზე გადაცემებში სამხედრო ვითომ ექსპერტები მოწვეული აღწერდნენ როგორ იშლება რუსეთი და 2 წელი ამას ეუბნებოდნენ ხალხს და ფსონი გააკეთეს უკრაინის გამარჯვებაზე, შესაბამისად რუსეთთანაც ჰქონდათ რაღაცნაირი ისეთი რიტორიკა მილიტარისტული. და საბოლოო ჯამში, ნუ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კიდე ცოტა შეარბილეს, რომ რაღაცა სავაჭრო ურთიერთობები უჭირდება რუსეთთან, რაღაცა მიხვდნენ ბოლო პერიოდია თითქოს. წინას არჩევნოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მათი ნარატივი ამ უკრაინაზე რომ ჩამოიშალა გონია რომ რაღაც დონეზე შეუძლებელი ვერ ხდებოდნენ მაგას რომ რასაც ამბობდნენ 2 წელი იმის საპირისპიროდ განვითარდა ყველაფერი
პირდაპირ თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო მდივანმა, რომ 100 წლით უკანა უკრაინა წასული ინფრასტრუქტურა ელექტროქსელი განადგურებული აქვს და რეალურად ვაფინანსებდით ქვეყნის განადგურებას. პირდაპირ თქვა, ხო, მიკი მოკიბის გარეშე და ეს რო გეთქვა ხა შარშან. იგეთყოდე რომ პრორუსი ხარ და ეს არის რუსული ნარატივი. ხო, ანუ ღარიბაშვილმა რო თქვა იმაზე, რა ქვია, სამიძე რო ნატოს გაფართოება არის გახდა მიზეზი უკრაინაში შეჭრის. ანუ რა მოყვა მაგას ვნახეთ, რომ არიქა კრემლის ნარატივი გაიმეორა. დღეს ტრამპი ამბობს იგივე და ტრამპს არავინ არ ლანძღავს რო კრემლის ნარატივს. ხო და მე ეგ მიკროსო ტრამპს რატო არ ლანძღავთ? იმიტომ რომ მე მაგალითად 3 წელია usmen ალექსი არესტოვიჩს, ხო, რომელიც პირიქით ესე იძახდა რომ უკრაინა უნდა რაღაც გაიმარჯვებს, შეუტევთ, მაგრამ შემდეგ მან ეს გადასვლა საპირისპირო პოზიციაზე რომ უკრაინა აი დღეს პირდაპირ ქონდა რომ უკრაინა დამარცხა, უკრაინა მომიწააგო. მან ეს გადასვლა გააკეთა, რომ მარტივი ახსნით, რომ არის ორი ძირითადი პრობლემა. ჩვენ დასავლეთი გვაძლევს იარაღს, მაგრამ არა საკმარის, ანუ ეს არ არის საკმარისი, რომ ჩვენ მომივიგოთ, ერთი და მეორე ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეფექტურად ვერ უმკლავდება ამოცანებს, ვერაცნობიერებს იმ სწორ კონცეფციას, რითიც უნდა იომო და საერთოდ რაღაცა იდიოტური ნაციონალისტური პოზიციები აქვს არჩეული კორუფციასთან ერთად და ეს არის ეს ორი ძირითადი ფაქტორი იმის მიზეზი, რომ ჩვენ რომ წავაგებთ და სანამ ტრამპს აირჩევდნენ, ამას უკვე დიდი ხანია ესე ლაპარაკობს და დღეს უკვე პირდაპირ იძახის და მანამდე კიდე იძახდა, რომ აიგე რა შეიძლება ხელისუფლება კი ნახავთ და დღეს ეხა ზის და იძახის, რომ ახლა ყველაფერი ესე სრულდება. მაგრამ ამის გაცნობიერება როდის მოხდება და როდის მოხდება შემდეგ იმის აღქმა, რომ იცი რა არის ის რომ უკრაინაში ომი დაიწყო, მარტო უკრაინაში კი არ დაიწყო, ის მთელ რეგიონში დაიწყო ეს ომი. რომ ის როგორ ვთქვათ ქართულად როგორ არის რაღაცა ულტიმატუმი, რაც უკრაინას წაუყენეს, ის მთელ სივრცეზე მოხდა ამის წაყენება. შეიცვალა სამყარო 24 თებერვალს რა. ყველა ის ქვეყანა, რასაც რუსეთი წვდება ის ექცევა აი ამ რაღაცა განაცხადის დაფარვის ზონაში და შენ უკვე ხვდები რომ აქ აღარ მოქმედებს ის 2008 წელს რაც მოქმედებდა რომ იქ საკმარისი იყო და რუსეთი მაშინ იწყებდა მილიტარიზმს ხო საერთოდ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება 2007 წელს რომ მოდი რა ეხა უკვე აქ რაღაცები შეიცვალა სამყაროში უკვე სხვა პროგრამები უნდა ჩავრთო ეს საქართველოს ამაში ექცევა მე მოყავთ ხოლმე მაინც მოლდოვის მაგალითი რომელიც არის ჩვეულებრივი რაღაცა რუმინეთის აფხაზეთი იმის ყოფილი ნაწილი ხელოვნურად გაკეთებული რესპუბლიკა თავისი პრობლემით რომელიც არ ესაზღვრება საერთოდ ამ რუსეთს პირდაპირ ხო აი მოლდოვაში თუ ესე არის რატო არ შეიძლება საქართველოში ესე იყოს ახლა ეს გეოპოლიტიკური აცდენა ხდება მაგრამ ისე რომ დაუბრუნდეთ თავარ თემას გავიგე რომ ეს კატასტროფა რაც და ამ კატასტროფით დამთავრდება არა მხოლოდ თქვათ უკრაინაში შეიძლება ომი ძალიან მძიმე შედეგებით არამედ მთელ მსოფლიოში იცვლება ეს არქიტექტურა თუ ხედავ შენ აი ბოლო კითხვას დაგისვა იმის რესურსს რომ ამ მომხდარის გაცნობიერებით მოხდეს რაღაცნაირად ცნობიერების გამთლიანება საქართველოში ვიღაცამ აღიაროს რომ იცი ჩვენ ამნაირ სამყაროში ვცხოვრობთ და ის რაც არის დევიზი რომ ძალა ერთობაშია ჩვენ გვჭირდება ერთობლივად შევიმუშაოთ რაღაცა რეალისტური ფორმატი თანაცხოვრების პოლიტიკის იმისათვის რომ როგორ გადავრჩეთ ამ ვითარებაში ანუ თუ ხედავ შენ რესურსს რომ საზოგადოებაში დღევანდელ გახლეჩილ პოლარიზებულ საზოგადოებაში რაღაც ფაქტორების შემდეგ მოხდეს ამ გამთლიანება რაღაც დროის მერე მოხდება ალბათ რეალობასთან შეჯახება მაგრამ ჯერჯერობით მაინც ის არის რომ ჯო უილსონის იმედი აქვს და ну ჯერჯერობით ეს ნიშნავს უარყოფას ეს ნიშნავს რეალობის უარყოფას და ის რო აი ჯო უილსონი აი ტრამპის მაიკით დადის მაგაცი ფოტო გადაიღო და ხვალ აი ხა და აი ისე აი კიდე რაზე გიждები აი კარგი აი ხვალ ტრამპმაც რაც არ უნდა თქვას რა თუნდაც რომ როგორ აი ჯო უილსონს დაუჯეროთ რა თქვას დაგმოს აი არ შეიძლება თბილისი მოლთან დარბევა მიტინგის ეს თქვას ხვალ დონალდ ტრამპ ანუ აი ეს ხალხი როგორ ფიქრობს და რა შეიცვლება ჩვენთან ანუ ხელისუფლება შეცვლის იმ გზას რაც აირჩია ანუ აი აქ ის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე რა პოზიციაც აირჩია მომის დროს ხელისუფლებამ რომ ეს საქართველოს უპირველეს ყოვლისა და რისკები არის და ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ზედმეტად რაღაცაში არ შევიდეთ ანუ ამას ვისი განცხადებაც გინდა შეცვლის ამაზე ფიქრობს ვინ არა ხო იმიტომ რომ ნუ არსებითად ამერიკას რაც არსებობს ნუ ამ ხალხმა იცის ძირითადად ფილმებისგან ჰოლივუდის ფილმებიდან რაღაცა ნუ
არა ის რომ ამერიკა შესწავლილი აქვს და მისი საგარეო პოლიტიკა, ანუ უმეტესად არის რაღაც პოპ კულტურიდან აღებული კლიშეები და რაღაცა გამოდიან ჯო უილსონი, ჩვენი სუპერმენია ფოტოებით აქციებზე და ვერაცნობიერებენ რეგიონი როგორც ასეთი რო არსებობს სად არიან გეოგრაფიულად რა რო კონსენსუსი ანუ ირგული რა კონსენსუსია აზერბაიჯანის რა ინტერესები აქვს თურქეთს რა ინტერესები აქვს გქონიათ რომ იქეთ ნახევარსფეროდან შესაძლებელია რაღაცა აქ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ რაღაცას რო იტყვიან ამას რაღაცა ის ექნება გავლენა რა ანუ შენ ის გამოსწრეს იგი ინფანტილიზმი ისევ ძალიან დიდია ესე იგი როგორც 30 და ცოტა მეტი ხნის წინ როცა ჩვენ სამტრედიაში რკინიგზა გადავკეტეთ და ამისთვის საბჭოთა კავშირს გავუკეთეთ ბლოკადა და საერთოდ იმაში მოვაქციეთ ჩვენ ერთგვარ ანუ როგორც ეხა თბილისის მოლთან გადაკეთვით ხო საქართველოს უნდა გაჩერებულიყო ამ ბლოკადას უნდა გაეჩერებინა ყველაფერი და ეს უნდა ყოფილიყო საოცრად ესე გადავკეთეთ სამტრედიასთანაც მაშინ იმ მოთხოვნით რომ საბჭოთა კავშირი ბლოკადაში მოგვიქცია გამოდის რომ გარკვეულწილად ეხლაც აქ ვართ ნუ არახელისუფლება მაგრამ ყოველთვის საზოგადოების ნაწილი მადლობა ზაზა სტუმრობისთვის საინტერესო იყო შენთან საუბარი იმედია ჩვენ კიდევ შევხვდებით და დღევანდელი გადაცემა დასრულებულია ეთერში დაბრუნდებით ხუთშაბათს გემშვიდობებით დროებით